გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობის და სურსათის უვნებლობის მინისტრ ავი დიხტერს შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამოხვილდა ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. გადაწყდა სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელიც როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ვაჭრობის მიმართულებით იმუშავებს. შემუშავდება თანამშრომლობის მემორანდუმი. აღინიშნა, რომ საქართველოს შეუძლია ისრაელის ბაზარზე კონკურენტული გახდეს ისეთი პროდუქციით, როგორიცაა ღვინო, თაფლი და მშრალი ხილი. ისრაელიდან კი საქართველოში გაიზარდოს თანამედროვე აგროტექნოლოგიებისა და სარწყავი სისტემების იმპორტი. ასევე აღინიშნა, რომ სავაჭრო დინამიკის გაძლიერება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ეკონომიკურ განვითარებას, ისე ორივე ქვეყნის ბიზნეს სექტორის და ფერმერთა შესაძლებლობების გაფართოებას. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა არის ორ ქვეყნის შორის არსებობს ძალიან დიდი შესაძლებლობები სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის როგორც ვაჭრობის ასევე გამოცდილების გაზიარების კუთხით, ზუსტად ამასთან დაკავშირებით ვიბჯერეთ, რომ შეგვიძლია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს იმ პრიორიტეტებს, რომელიც მნიშვნელოვანია და არის ორი ქვეყნის ინტერესებში. ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში და ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა მინისტრთან და სამინისტროს მთელ გუნდთან. ვაპირებთ შევქმნათ ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე, რადგან კიდევ ერთი საფეხურით წინ წავიწიოთ. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. ბევრი რამ ჯერ კიდევ გვაქვს სასწავლი ერთმანეთისგან. მე ისრაელის ახალი ელჩი ვარ საქართველოში და მოხარული ვარ, რომ მივესალმები ჩემი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრს ოფიციალური ვიზიტით. საქართველოში ერთ თვეზე ნაკლებია რაც ვიმყოფები და უკვე ორ მინისტრს შევხვდი. ეს კარგი ნიშანია და ადასტურებს ისრაელს და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე ჩვენი პარტნიორობის გაძლიერების და განვითარების დიდ შესაძლებლობებს მრავალ სფეროში.